ბოლო შეხვედრიდან დიდი დრო არ გასულა, მაგრამ ქვეყანაში საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური მოვლენები განვითარდა და მათ შორის ცხადია ბოლო მოვლენები ყველაზე საინტერესოა. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ თლად პოლიტიკური შეიძლება არ იყოს თემა, მაგრამ წმინდა სამართლებრივი ხასიათი, რომელიც ამ თემას ახლავს თან, არ შეიძლება პოლიტიკის გარეშე მიმდინარეობდეს. ეს საკითხი ეხება უმაღლესი იუსტიციის საბჭოს შესახებ საერთო სასამართლოებში განხორციელებულ ცვლილებებს და იმ საკითხს, რომელმაც პრობლემები წარმოშვა. თავისთავად ცხადია, როდესაც ხდება ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმა სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის, მისასალმებელია, იმიტომ რომ თქვენ საზოგადოებას კარგად იცით, რომ სასამართლოები არ იყვნენ დამოუკიდებელი წინა ხელისუფლების დროს და ამან შექმნა უსამართლობის განცდა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, დროც ითხოვდა და საზოგადოებაც, რომ გარკვეული ცვლილებები მოხდარიყო ამ მიმართულებით, თუმცა ეს ცვლილებები უნდა ყოფილიყო შესაბამისად იმ მოთხოვნებისა, რაც მოდიოდა საზოგადოებამ, ანუ სამართლიანობის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. თუ მხოლოდ შევხედავთ მათემატიკური, ასე ვთქვათ, ასპექტით, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ამ შემთხვევაში რომელი პოლიტიკური ძალის კონტროლის ქვეშ მოხდება უმაღლესი საბჭო იუსტიციისა, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით აკონტროლებს სასამართლო სისტემას და მოსამართლებს, ამას საზოგადოებისთვის არავითარი ცვლილების მოტანა არ შეუძლია. თუ აკონტროლებდა დღემდე, თუ აქამდე 1 ოქტომბრამდე გასული წლის ნაციონალური მოძრაობა სასამართლოებს, შეიძლება ითქვას, რომ ამ ცვლილებების შემდეგ გააკონტროლებს მეორე პოლიტიკური ძალა, ანუ ახალი პოლიტიკური ძალა, ვინც ხელისუფლებაშია, ანუ ოცნების კოალიცია. საზოგადოება ამით ვერანაირ პროგრესს ვერ მიიღებს. ეს დასკვნა, რომ არ გაკეთებულიყო, ამისთვის საჭირო იყო თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებები გადასინჯულიყო და მოხდარიყო რეფორმა. მე მინდა იცოდეთ, თქვენ შეიძლება ეს დეტალი არ იცით, რა მექანიზმით აკონტროლებს იუსტიციის საბჭო მოსამართლეებს. ეს გახლავთ კანონით მინიჭებული უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეუძლია შეაფასოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, ისე რომ არ შეცვალოს ძალაში შესული კანონიერება. ეს რას ნიშნავს? აი მე მაგალითად ვარ მოსამართლე და გამოვიტანე განაჩენიან გადაწყვეტილება და ამიძახეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მეუბნევიან, რომ ეს გადაწყვეტილება არის არასწორი და ამიტომ შენ უნდა დატოვო თანამდებობა. ეხლა გამკითხავ იმისა, ეს გადაწყვეტილება სწორია თუ არასწორია, არ არსებობს. იმიტომ რომ სადისციპლინო კომისია, რომელიც შიგნით მუშაობს, სხვა კრიტერიუმებით, რომ გადასინჯული იქნეს მათი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არ სარგებლობს და ძალაში შევა მათი გადაწყვეტილება. ანუ ყველა მოსამართლე მისი ბედი, ანუ სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობა არ მუშაობის თაობაზე დამოკიდებულია იმაზე, თუ იუსტიციის საბჭოში როგორ შეუფასებენ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. აქ მთავრდება ყოველგვარი დამოუკიდებლობა მოსამართლისა, რომ მან დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ობიექტური, ესე ვთქვათ, ჭეშმარიტების დასადგენად. ამიტომ ვიდრე არ შეიცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება, რომ არ მიეცეს მას უფლება, რომ გადასინჯოს და შეამოწმოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მანამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭო განახლებული იქნება, ის ველი შემადგენლობით იქნება თუ ახალი შემადგენლობით, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მუდმივად იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის შემაფერხებელი და პირიქით დამოკიდებული იქნება ნებისმიერი მოსამართლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრების პირად დამოკიდებულებაზე, ან პოლიტიკურ შეხედულებებზე და ასე შემდეგ. ამიტომ შეკვეთები, რომელიც მიდიოდა მოსამართლეებს პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობის მხრიდან, გადიოდა აი სპირალით, სპირალის ხაზის ფუნქციას ასრულებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მათი კარნახით ხდებოდა განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გამოტანა, რა თქმა უნდა, უკანონო განაჩენები. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი ის გახლავთ, რომ
მიუხედავად იმისა, რომ მეც ვარ გარკვეულწილად მსხვერპლი ამ პროცესზე, მაგალითად ერთ-ერთმა მოსამართლემ ჩემს საქმეზე ისე გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილებები, არც კი წაიკითხა მასალები, არც კი დაინტერესდა ამ მასალების არსებობით და ასე შემდეგ. მას ცნობილი გვარი აქვს და არ მინდა ახლა დავასახელო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო მე ახლა განაწყენებული ვარ, ჩვენ დავიწყოთ თითოეულ მოსამართლეზე ანგარიშის, ასე ვთქვათ, მოთხოვნა და პასუხისმგებლობის საკითხის დაკისრება და ეს არის სასამართლო. მართლმსაჯულება რომ ხორციელდებოდეს, მთავარია რომ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, კონტროლის ქუდი მოეხსნას მას, იყოს დამოუკიდებელი და დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი მოსამართლე საკუთარი პროფესიული ცოდნისა და სინდისის წინააღმდეგ არ წავა და ის ყოველთვის შეეცდება, რომ გამოიტანოს ობიექტური განაჩენია გადაწყვეტილება. ამიტომ აქ ჩვენ იმაზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, გუშინ ეს მოსამართლე თუ ის მოსამართლე რატო იქცეოდა ასე? იქცეოდა იმიტომ, რომ მას ჰქონდა ზეწოლა, იქცეოდა იმიტომ, რომ მას აშინებდნენ, მუქარის ქვეშ იყო და ამიტომ ხდებოდა ეს პროცესები ჩვენ ქვეყანაში. იგივე განმეორდება თუნდაც ახალი მოსამართლეების პირობებში, თუ არ ჩამოშორდება პოლიტიკური კონტროლის მექანიზმი. ამიტომ მე მინდა რომ თქვენც იცოდეთ და საზოგადოებამაც, რომ არსებითად არაფერით არ იცვლება, იცვლება ჩაანაცვლებს ერთ პოლიტიკურ ძალას მაგ-კონტროლებელს სასამართლოებისა და მეორეთი და საზოგადოება ვერ მიიღებს მართლმსაჯულების იმ ორგანოს, რომელმაც დამოუკიდებლად და სამართლიანად უნდა განეხილოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები და მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილებები და სამართლიანი გადაწყვეტილებები. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, წინას ხდომაზეც შეხვედრაზეც გითხარით და ეხლაც გავიმეორებთ ამას. კიდევ შევხედავთ, როგორ დასრულდება ეს პროცესი, იცით კარგად, რომ პრეზიდენტს ვეტო აქვს დადებული. ნახოთ, თუ დაძლეული იქნება ვეტო, ამ შემთხვევაში სხვა ღონისძიებები იქნება ალბათ მოსაფიქრებელი და მათ შორის იქნება სამართლებრივი პროცედურებით. მე პირადად დაკვირდით მაშინაც და ეხლაც გავიმეორებ, რომ აუცილებლად გავხდები ერთ-ერთი ავტორი იმ კონსტიტუციური სარჩელისა, რომელიც საპროცესო კანონმდებლობასთან დაკავშირებით შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. არის საკითხები, რომლებიც ელემენტარულად არ აძლევს მხარეს საშუალებას, რომ თავისი კანონიერი ინტერესები დაიცვას სამართლებრივი საშუალებით, შეზღუდვებია დიდი, არავითარი შეჯიბრობითობის პრინციპი სამართალს არ გააჩნია და როდესაც მხოლოდ სახელმწიფო ბრალდებას, ანუ პროკურატურას აქვს მიკუთვნებული ცალკერძ უპირატესი უფლებები და დაცვის მხარეს არ გააჩნია სამართლებრივი საშუალება, რომ შეჯიბრობითობის პრინციპში პროპორციული ბალანსი იყოს მოძებნილი, ცხადია, სასამართლო ყოველთვის დამოკიდებული ხდება იმ უპირატეს, ასე ვთქვათ, გარემოებებისადმი, რომელიც დაკისრებული და მინიჭებული აქვს ბრალდების მხარეს, ანუ სახელმწიფოს. კანონპროექტს არა, საკონსტიტუციო სარჩელის ავტორი გავხდები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შეცვლასთან დაკავშირებით. ცხადია, თუ საკონსტიტუციო სამართლო დააკმაყოფილებს ასეთ სარჩელს, ამას ექნება გაგრძელება შემდეგ სასამართლოს დამოუკიდებლობის სხვა მექანიზმების შეცვლასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი შეიძლება იყოს ზემოთ დასახელებული პრობლემა, რომ იუსტიციის საბჭოს დასახელებული უფლებამოსილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 99, 90, 91 მუხლებს, რომლებიც არის სასამართლოს დამოუკიდებლობის მუხლები და ამ საკითხშიც შევა, ასე ვთქვათ, საკონსტიტუციო სარჩელი, ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის რეფორმები, რაც ახლა ხორციელდება, არ აკმაყოფილებს დემოკრატიის იმ სტანდარტებს, რომელიც სასამართლოს გახდის დამოუკიდებელი. კანონის არა წესი ასეთია, რომ ერთი თვის ვადაში უნდა შეჩერდეს ის ნორმა, რომელიც არის გასაჩივრებული. მე კიდევ ვიმეორებ, თქვენ არ შეგეშალოთ, მე იმას კი არ გავასაჩივრებ, რატო იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ან რატო უნდა გქონდეთ მათ უფლებამოსილების შეჩერება. მე გავასაჩივრებ მხოლოდ იმ ნაწილს, რომ იუსტიციის საბჭოს აღარ გქონდეს უფლება, რომ გადასინჯოს და შეამოწმოს კანონიერება მოსამართლეთა მიერ მიღებული განაჩენების და გადაწყვეტილებების. ამ ნაწილს გავასაჩივრებ საკონსტიტუციო სასამართლოში. აი ეს იყო ძირითადი თემა, რისთვისაც მე მინდოდა თქვენთვის მეცნობები. ბატონო ვალე
არა, ვეტოს დაძლევა არ დაძლევა ამ საკითხს ხელს არ უშლის. მე კიდევ გავიმეორებ, პროცედურულად ალბათ პირველი სარჩელის შევა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გარკვეული მუხლების ან არაკონსტიტუციურ, ანუ ანტიკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, ამას შემდეგ მოყვება მეორე სარჩელი, იმიტომ რომ სხვაგვარად ეს შეუძლებელია დინამიურად, იმიტომ რომ ორგანულად თითქმის ერთმანეთთან არიან დაკავშირებული, იმის თაობაზე რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილებებიდან ერთ-ერთი, რომელიც არის მაკონტროლებელი სასამართლოების და უნდა გაუქმდეს ანტიკონსტიტუციურობის გამო, იმდენად რამდენადაც ეს ხელს უშლის სასამართლოს დამოუკიდებლობას. დამთავრდეს ჯერ ეს პროცედურები, მე არ მინდა ეხლა რაღაც ხელისშემშლელი, ასე ვთქვათ, გარემოება შევქმნა, პირიქით დასრულდეს ეს პოლიტიკური კონფლიქტი თუ დავა ამ პოლიტიკურ ძალებს შორის პარლამენტში, შევიდეს კანონის ძალაში და ამის შემდეგ რახან პარლამენტი არ აკეთებს რეფორმას თავად სისხლის სამართლებრივ სფეროში, რომ ადამიანი იყოს კონსტიტუციისგან მინიჭებული უფლებების ფარგლებში დაცული სასამართლოებში, მისი სამართლებრივი, ასე ვთქვათ, დაცვის მექანიზმები, ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ, კერძო სუბიექტები ამ შემთხვევაში. ბატონო ვალერი, თქვენ თქვით, რომ ერთი ხელისუფლების დაქვემდებარებაში იყო იუსტიციის საბჭო და ეხლა საშიშროება იქნება იმისა, რომ მეორე ხელისუფლება შეიძლება გადავაბაროთ. თუმცა საწინააღმდეგო სამტკიცებს ამ ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები იგივე თია წულკიანი, რომელიც ამბობს, რომ უფრო დამოუკიდებელი გახდება იუსტიციის საბჭო, მათ უნდათ რომ წევრების არჩევაზე, როდესაც მიდგა საქმე პარლამენტიდან, ანუ არ უნდა იყვნენ იუსტიციის საბჭოში რომელიმე პარტიის წარმომადგენლები და მათი არგუმენტი არის ის, რომ ასე უფრო დამოუკიდებელი შეიძლება გახდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თქვენ როგორ შეაფასებთ, იქნება თუ არა ხარისხობრივად უფრო დამოუკიდებელი, თუ კი მოხდება, ანუ ამ წევრების არ შესვა, თქვათ, იუსტიციის საბჭოში რომელიმე პარტიიდან, პარლამენტიდან და ანუ უფრო გახდება თუ არა რაღაც ხარისხობრივად უფრო დამოუკიდებელი. თვითონ ეს მოდელი, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ შესთავაზა პარლამენტს, მოწონებული იქნა თვითონ მოსამართლეების მიერაც საერთაშორისო ორგანიზაციებმაც მოიწონეს და როგორც ამბობენ, გაითვალისწინეს ვენეციის კომისიის დასკვნაც ამასთან დაკავშირებით. თქვენი შეფასება როგორი იქნება ამასთან დაკავშირებით და ვეტოზეც? ანუ რატომაც დაადო პრეზიდენტმა ვეტო ამ კანონს ის იყო, რომ არ უნდა მომხდარიყო ხელახალი არჩევა, ანუ უნდა დაესრულებინათ საკუთარ გათვალისწინებულ ვადაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მათი უფლებამოსილება უნდა დასრულებულიყო და შემდეგ უნდა აერჩიათ. ანუ ეს იყო ძირითადად ვეტოს დადების ძირითადი მიზეზი და აი როგორ შეაფასებთ, გახდება თუ არა უფრო იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი მას შემდეგ რაც ხდება? და ძალიან კარგია, რომ ასე კარგად და ღრმად გესმით ეს საკითხი. მე შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად როდესაც შეიქმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, სახელმწიფო შტოში შედიოდა ეს. და ცხადია, ვინაიდან დამოუკიდებელი შტოა სასამართლო ხელისუფლება საერთო ხელისუფლებიდან, ანუ სამი შტოა ხო, არის აღმასრულებელი, საპარლამენტო, საკანონმდებლო და სასამართლო. ამიტომ არ შეიძლებოდა რომ პრეზიდენტის ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ძალაუფლების სივრცეში მოქცეულიყო იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელობა. ეს ნიშნავდა, რომ სასამართლოს ხელმძღვანელობდა პრეზიდენტი. ამიტომ ძალიან სწორად იქნა თავის დროზე, როდესაც პრეზიდენტს შეუწყდა ეს უფლებამოსილება და კონსტიტუციიდან ამოღებული იქნა ეს ნაწილი. მაგრამ თავის დროზე იგივე საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ვენეციის კომისია, ჩვენ გვთავაზობდა, როდესაც პარლამენტში ვიყავით, რომ თუ სამივე ხელისუფლების შტო მიიღებდა მონაწილეობას იუსტიციის საბჭოს ფორმირებაში, ეს იქნებოდა ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე წარმომადგენლობითი და ყველაზე დაბალანსებული პროპორციული წარმომადგენლობა, რათა სასამართლოზე არ მოხდარიყო პოლიტიკური ზეგავლენა. რა თქმა უნდა, იდეაში ეს უფრო სწორი იყო, რომ სამივე ხელისუფლების შტო ყოფილიყო წარმოდგენილი და არ მოხდარიყო გადაწონა, ასე ვთქვათ, ძალთა ბალანსისა რომელიმე ხელისუფლების მიმართ. მაგრამ შემდეგ, როდესაც ერთპარტიული სახელმწიფო ჩამოყალიბდა, ამავე ერთმა პარტიამ მოახერხა ისე, რომ სამივე ხელისუფლება დააკომპლექტა პარტიული ნიშნით და სამივე შტოდან წარმომადგენლობა იუსტიციის საბჭოში მოექცა ერთი პარტიული ნიშნის ქვეშ. რა თქმა უნდა, დრომ უკვე ეს ბალანსი დაგვანახარო ნეგატიური იყო და ის უნდა შეცვლილიყო. მე დღესაც მაგალითად ვიტყოდი, რომ თუ იქნებოდა
საქართველოში წარმომადგენლობითი დემოკრატია მრავალპარტიული და პლურალიზმით, ასე ვთქვათ, გაჯერებული, ცხადია, ბალანსის თვალსაზრისით ჯობდა, რომ სამივე შტოს მიიღო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფორმირებაში მონაწილეობა, მაგრამ ვინაიდან ეს საფრთხე უკვე ჩვენ დავინახეთ, უფრო რეალური ხდება, რომ თავად მოსამართლეებმა მოახდინონ მისი მართვის ორგანიზაცია, თავიანთ თავზე, ასე ვთქვათ, თვით კონტროლი განეხორციელონ, თუ ეს იქნება, რა თქმა უნდა, შორს პოლიტიკისაგან, მაგრამ ვეჭვობ, რომ ეს ასე არ იქნება. მე ეს ეჭვი გამოვთქვი. რაც შეეხება იმას, რომ უფლებამოსილების ვადა შენარჩუნებულიყო მოსამართლეებისა ბოლომდე, მათ შორის შენარჩუნებულიყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრთა კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ვადა, ცხადია ეს უფრო სტაბილურს ხდის სასამართლო ხელისუფლებას, როგორც დამოუკიდებელ ხელისუფლებას, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც არის სერიოზული ბრალდებები, რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების მოთხოვნა ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს. თუმცა დაზღვეული არავინ არ არის იმით, რომ უფრო უკეთეს, ასე ვთქვათ, და უფრო ეფექტურ შედეგს მიიღებს საზოგადოება. ეს ისეთი სფეროა ხელისუფლების შტოში, ხო? რომ მაშინ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, გადახრები, ბიძგები შეიძლება იწვევდეს არასახარბიელო შედეგს და შეშინებული მოსამართლე ვერასოდეს ვერ გამოიტანს სწორ და ობიექტურ გადაწყვეტილებას. ამიტომ ყველა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ ერთი რამე უნდა იცოდეს და ალბათ ეს კონსტიტუციაშიც იმიტომ დევს ვადიანობა, ხომ, რომ პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებას არ უნდა მოყვებოდეს სასამართლო ხელისუფლებაში ცვლილება. ეს დემოკრატიის ყველაზე დიდი და მაღალი გარანტია, როდესაც ირღვევა ეს გარანტია. მაშინ კითხვის ნიშნები ჩნდება და ექნება იმის საფუძველი, რატომ საყვედუროთ ამ მიმართულებით. არსებობს ეგ ვერსია, ცხადია, უკმაყოფილოა პროკურატურა დღეს და არ მალავს თავის უკმაყოფილებას, რომ სასამართლოები არ იჭერენ, ანუ პატიმრობას არ უფარდებენ მათ მიერ დაკავებულ ჭყალებში ეჭვმიტანილებს თუ დამნაშავე პირებს. ეხლა მე მინდა შეგახსენოთ, რომ აი აქ ჩანს უკვე პოლიტიკური ხელისუფლების მიზანსწრაფვა. იგივე სისხლის სამართლის კოდექსში პატიმრობა ნათქვამია, რომ პატიმრობა არის გამონაკლისი ღონისძიება. ანუ რას ნიშნავს გამონაკლისი ღონისძიება? ნიშნავს, რომ თუ სხვა ალტერნატივა არ არსებობს არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდებისა, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი ამ ღონისძიების გამოყენება. ჩვენ ვისწრაფით დემოკრატიისკენა ვერ ნახავთ ვერც დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც უაპელაციოდ ხდებოდეს პირის დაპატიმრება. დაპატიმრების საფუძველი უნდა არსებობდეს აუცილებლად იურიდიულად დასაბუთებულად. კანონიც ამას მოითხოვს, სამგარემობას მიუთითებს, რომ ან უნდა იყოს რეალური საფრთხე იმისა, რომ მან ახალი დანაშაული ჩაიდინოს, ან უნდა იყოს რეალური საფრთხე, რომ იგი დაიმალება და გაიქცევა უცხოეთში, ან უნდა იყოს რეალური საფრთხე, რომ მან გაანადგუროს მტკიცებულება. ეს რეალური საფრთხე თუ არ არსებობს, ხო? ასეთ შემთხვევაში ცხადია შეუძლებელია სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება. ამით არის პროკურატურა უკმაყოფილო. ესეც კიდევ დამატებითი საფუძველია იფიქროს ადამიანმა, რომ რატომ არის განაწყენებული. აი დაუშვათ, არის პოლიტიკური ანგაჟირებული ფიგურა, ხო, და გვინდა მისი დაჭერა, ვართ პროკურატურა და გვინდა მისი დაჭერა. სად არის იმის საფრთხე, რომ ის გაანადგურებს მტკიცებულებას, როცა მე მაქვს უკვე მოპოვებული მტკიცებულება, ხო? სად არის იმის საფრთხე, რომ ის გაიქცევა ქვეყანაში, როცა მე ვაკონტროლებ საზღვარს და ვერსაც ვერ გაიქცევა ვერავინ. ან სად არის იმისი საფუძველი, რომ ჩაიდენს ახალ რა დანაშაულად ჩაიდინოს პოლიტიკურმა ფიგურამ. ამიტომ განსაკუთრებით პოლიტიკურ სუბიექტების მიმართ, როდესაც პროკურატურა ითხოვს დაპატიმრებას, მას აქვს პოლიტიკური ნიშანი. ეს არის დევნა და სხვა არაფერი არ არის, იმიტომ რომ კანონი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი გამონაკლისი ღონისძიება, ანუ უკიდურესი ღონისძიება. და ყველა, როგორ შეიძლება იყოს ყველა უკიდურესი ღონისძიება, იმიტომ რომ პროკურატურა ყოველთვის ითხოვს დაჭერას. და შეიძლება გამონაკლისი ერქვას
მუდმივად ერთი და იგივე მოთხოვნას არ შეიძლება. აქ ჩანს სწორედ პოლიტიკური мотиваცია და ამიტომაც უნდა იყოს დაზღვეული სასამართლო ამისაკენ. თუმცა ბატონო ვალერი, ჩვენ 9 წლის განმავლობაში არაერთი დაჭერა ვნახეთ და ძალიან ცოტა იყო ამ დაჭერებიდან საპროცესო გარიგება. სასამართლო თითქმის ყოველთვის აკმაყოფილებდა აქამდე პროკურატურის მოთხოვნას, რომ შეფარდებოდა პირს განურჩევლად აღკვეთი ღონისძიება. არ თითქმის ძალიან დაბალი პროცენტული მაჩვენებელი იყო პირობითად რაღაც. დიახ, და ეხლა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უკვე უფრო მეტი იყო რაოდენობრივად, ანუ ნაკლები იყო უფრო აღკვეთი ღონისძიებები და ანუ თქვენ თქვით რომ არ უნდა შეიცვალოს სასამართლო ხელისუფლება, მიუხედავად იმისა შეიცვლება თუ არა მთავრობა, ანუ მთავრობის ცვლილების პარალელურად არ უნდა მოხდეს ეს. იყო თუ არა საჭირო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ გაჩნდა მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ეხლანდელი სასამართლო ხელისუფლება ემორჩილებოდა წინა ხელისუფლებას. ანუ უნდა მომხდარიყო თუ არა ცვლილება, რა მნიშვნელობა აქვს ეხლანდელ ხელისუფლებას ემორჩილება? ანუ არ იყო რეალურად სასამართლო თავისუფალი, იყო თუ არა თავისუფალი? იმიტომ თქვენ თავადაც გამოცადეთ. კი ბატონო, სწორი და მეც მაგას ვამ, წინა ხელისუფლება, მარტო ჩემი აზრი ხომ არა, ეს არის საყოველთაოდ აღიარებული აზრი, რომ წინა ხელისუფლება სასამართლოზე ახორციელებდა სრულ კონტროლს, პოლიტიკურ კონტროლს. ამიტომ ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც სასამართლო იღებდა პოლიტიკური დაკვეთის შედეგად და არა სამართლებრივად. ამიტომ ვინაიდან სასამართლო განთავისუფლდა ამ პოლიტიკური ზეწოლისა და კონტროლისაგან და დღეს სასამართლო თავისუფალია, სწორედ ამას უნდა შეფასება სწორი, ჩვენ ვამბობთ, ეს არის მიღწევა, ეს არის ზუსტად ის ფასეულობა, რაც პოლიტიკურმა ცვლილებებმა, ანუ არჩევნებმა ქვეყანას მოუტანა. და მოდი ახლა ნუ გადავაყოლებთ ამ ნაბანწყალს. ეხლა სრულიად თავისუფალია სასამართლო, შემიძლია გითხრათ. მე თვითონ მონაწილეობ ამ პროცესებში და ვხედავ, რომ მოსამართლეები ყოველთვის ცდილობენ იყოს სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანისას. ისინი მათ შანსი მიეცათ დაუმტკიცონ დღეს საზოგადოებასაც და პოლიტიკურ წრეებსაც, რომ ემსახურებიან სიმართლეს და მოდი მივცეთ ეს შანსი ჩვენ ამას ვამბობთ. ნუ ჩაუგდებთ ახალ პოლიტიკურ ხელისუფლებას კვლავ აი ასეთი მექანიზმებით კვლავ მართვის საგნად. ნუ გახდებიან მართვადები, ნუ გახდებიან კონტროლირებადები. ერთადერთი გარანტია ამისა კიდევ ვიმეორებ, რომ არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილებების შეცვლაში. თუ ჩამოშორდება სასამართლო სისტემას, აი იუსტიციის საბჭოს მხოლოდ ეს ფუნქცია და დარჩება მარტო საკადრო ფუნქცია, ასეთ შემთხვევაში გათავისუფლდება ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისგან სასამართლოები და ჩვენ მივიღებთ გარანტირებულ დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს სასამართლოს საქართველოში.